მოგესალმებით რადიო მარნეულის Facebook გამომწერებო, სმენელებო. ბოლნისიდან მომავალი მარში უკვე მოემართება. მარნეულში არიან ისინი. კერძოდ იზილაძის მიმდებარე ტერიტორიაზე და სრულობას მართავენ. Yansın oligarxiya! Yansın oligarxiya! Seçli oligarxiya! Seçli oligarxiya! Seçli oligarxiya! Seçli oligarxiya! Xalqi yitxos samartals! Samartals! Xalqi yitxos samartals! Samartals! Xalqa gerek adalet! Adalet! Xalqa gerek adalet! Adalet! Yansın oligarxiya! Yansın oligarxiya! Yansın oligarxiya! Yansın oligarxiya! Xalqa gerek adalet! Adalet! მიცახოჩემი ვთქვით რადიო მარნეულის Facebook Live-ს. დმანისიდან და ბოლნისიდან მომავალი მარში დღეს უკვე მარნეულშია, მარნეულის მუნიციპალიტეტში. კერძოდ იმყოფებიან ყიზილაძის მიმდებარე ტერიტორიაზე და ბოლნისიდან ფეხით მოდიან ეს ადამიანები და გადაინაცვლებენ მარნეულში, ცენტრში და მერის მიმდებარე ტერიტორიასთან. გამარჯობა ოქტაი, რადიო მარნეულის Facebook Live-ში ხართ. რომ გითხრათ თქვენი ასე ვთქვათ მთავარი мотиваცია მარშის. დღეს უკვე მეორე დღეა რაც ფეხით დადიხართ. პირველ დღეს იყავით დმანისში, გაჩერდით ბოლნისში და დღეს უკვე ბოლნისიდან მოდიხართ მარნეულში. რომ გითხრათ მთავარი მიზანი და ასე ვთქვათ мотиваცია ამ მარშის შემოერთების. მთავარი მიზანი და мотиваცია ეს არის ის, რომ ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ახალი და უბრალოდ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ანუ ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც მათ უნდა ჩამოაყალიბონ, ჩაატარონ ეს არჩევნები, რომელსაც ექნება ყველა მხარის, რა თქმა უნდა, ნდობა, რაც მთავარია საზოგადოების ნდობა, მანამ სანამ ჩვენ ხელახლა ახალი კოალიციური ხელისუფლების პირობებში მართლა ობიექტურ სამართლიან წესებს ჩამოაყალიბებთ. მეორე ეს არის რეჟიმის მიერ დატოვებული ადამიანების ესე იგი გათავისუფლება და ამ გათავისუფლების მოთხოვნა უბრალოდ და ყოველივე ეს კიდევ ემსახურება იმ მიზანს, რომ რეგიონები გამოვაცოცხლოთ, ანუ მოუწოდოთ მათ ჩართვისკენ სამსამართლიან, მშვიდობიან საპროტესტო აქციებში. ოქტაი, ძალიან ბევრი სოფელი გამოიარეთ, დმანისიდან დაწყებული უკვე მარნეულში ხართ. ბოლნისის გარკვეული სოფლებიც გამოიარეთ, განწყობა როგორია მოსახლეობაში, როგორ ხდება მოსახლეობა თქვენს მარშს? რეგიონებში არის საპროტესტო განწყობა, ოღონდ ამის ხმა მაღლა დაფიქსირების ეშინია. თუმცა მიუხედავად ამდენი წინეხისა ჩაგვისა, რაც საქართველოს ყველა რეგიონში ხდება ხოლმე და მათ შორის ამინატის აქციაა, დადებითად შეხვდა აბსოლუტური უმრავლესობა, იყო გამონაკლისი შემთხვევებიც. ჩვენ გავდიოდით სოფლებს და გავდივართ, გამოდიან ჭიშკარზე, ინტერესით ადევნებენ მოხდეს და ეთანხმებიან ჩვენს ლოზუნგებს. გარდა ამისა, მანქანით ჩაივლის ესე იგი შეძახილით, ხარდამჭერი შეძახილით, ესე იგი დასიგანალებით, დაპირპინებით, ხარდაჭერას გამოხატავენ. მადლობა ოქტაი, თქვენ ახლა უსმენთ ოქტაი ქაზუმოს, რომელიც პირდაპირ ეთერში საუბრობდა, ვინც ახლა შემოვერთით რადიო მარნეულის Facebook Live-ს. ეს ადამიანები, აი ახლა ვინც წინ მიდის, უკვე მეორე დღეა რაც ფეხით მსვლელობას მართავენ. უკან მოდის კიდე გარკვეული აქტივისტთა ჯგუფი და ახლა ეს ადამიანები მიდიან მარნეულის ცენტრში, მივლენ მერიასთან, სადაც დაგეგმილი აქვთ მანიფესტის წაკითხვა, აქცია არის მშვიდობიანი და დილის 8 საათზე დაიწყეს ამ ადამიანებმა გამოსვლა დმანისიდან, გუშინ, დღეს უკვე ბოლნისიდან მოემართებიან ფეხით მარნეულში. მე შევეცდები ამ ადამიანების განწყობები პირდაპირ ეთერში გაჩვენოთ კომენტარების სახით და შევეცდები რამდენიმე მათგანს კვლავ მიუახლოვდე და ჩავწერო. მანამდე კი ხედავთ, რომ უკვე მარნეულში არიან, ბოლნისიდან ფეხით მოდიან, დღეს დილით გამოვიდნენ, ისინი დამინავებული იყვნენ კარებში, ამის განმავლობაში და
აგრძელებენ მარნეულში ცვლილობას. მარნეულიდან კი ხვალ უკვე იგეგმება თბილისში ფეხით მსვენობა, სადაც უკვე მასშტაბურ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან თავისუფლების მოედანზე, რომელიც უკვე 100 დღეზე მეტია მიმდინარეობს ქალაქ თბილისში. შევეცდები კომენტარები მოგასმენინოთ პირდაპირ ეთერში და ვკითხო ამ ადამიანებს განწყობების შესახებ. აიჰან გამარჯობა, რადიო მარნეულის პირდაპირ ეთერში ხართ. როგორი განწყობა გაქვთ? აიჰან უკვე მეორე დღეა რაც ფეხით დადიხართ. ეს უკვე კონკრეტულად ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან მიემართებით მარნეულში. განწყობა როგორია? აიჰან და თქვენი მთავარი მიზანი და მცხადია мотиваცია. რაც უფრო მეტი ხანს ვივლის და უფრო გრძელდება ეს მსვლელობა, უფრო დასვენებულები ხდებით და ჩვენ მეგობრებიც ხანდახან უკვე წერენ მარნეულამდე ხარ მიაღწიეთ, ხანდახან ვეუბნებით როგორ ხაჭტოში ვარ, უკვე შევდგათ მარნეულში და ხალხი ამბობს რომ ჩვენ ვერ ვასწრებთ თბილისიდან ჩამოსვლას, რამდენად სწრაფად მიდიხართ. აღარაფერი დარჩა, რაღაც 2 კილომეტრი უკვე ჩვენ ვიკლებით მარნეულში და შევხვდებით მარნეულის მუნიციპალიტეტში გაერთიანებულ აქტივისტებს და იქ იქნება მარნეულის მუნიციპალიტეტის წინაშე მცირე აქცია და მცირე კიდევ ლექციის ფორმატში შეხვედრა და ხვალ გავაგრძელებ უკვე თბილისის მიმართულებით და შევხვდებით და გავაერთიანდებით მთავარ მასშტაბთან. ჩვენი მთავარი მოთხოვნა ბუნებრივია გულა უცვლელია. ჩვენ ვითხოვთ ახალი და სამართლიანი არჩევნების დანიშნულებას. ჩვენ ვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ჩვენ ვითხოვთ შიდა და საკარეო პოლიტიკის კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებას და ევროკავშირის მიმართულებით ჩვენი პოლიტიკის შეცვლას. და შესაბამისად ეს მარში, როგორც ქვემო ქართლის მარში და სოლიდარობის მარში, მიზნად ისახავს რეგიონების ხმის გამოხატვას და იმის გამოხატვას, რომ ჩვენ ასე ვთქვათ როგორც რეგიონები გვერდებით ამ ქვეყანაში მიმდინარე მთავარ პროტესტს და ჩვენი ასე ვთქვათ მოთხოვნა უცვლელია და იგივე სულის გამომხატველია, რასაც მთავარი და თბილისში მიმდინარე პროტესტი. ჩვენ ასე რომ დავდივართ ასე ვთქვათ ქუჩში და მათ შორის დასახლებებში და ჩვენ ასე ვთქვათ მთავარი მოთხოვნებს როცა ვაჟღარებ, 2 მანქანი და მინიმუმ 1 გამოხატავს ჩვენს მიმართ სოლიდარობას. დიახ, აი მხარდაჭერაზე უნდა მეკითხა, აიჰან როგორი განწყობებია. და ეს მიმდინარე პროცესებმა და ეს მხარდაჭერამ თუნდაც ეს სოლიდარობამ კიდევ ერთხელ დამარცხნა იმაში, რომ ეს შედეგები, რასაც დაიდო არჩევნებში, ხო, ვითომ მარნეულში იყო რაღაც 80% ბოლნისში და შემდეგ, ხო? სრულად არის აბსურდი, არჩევნები კი არა, ან საერთოდ არჩევნები არ ყოფილა ამ რეგიონში, იმდენად არარეალური ციფრებია და ეს განცდას დაგჭირა, რომ აი თუ ამდენი სოლიდარობა და ამდენი ხალხია, ვინ მისცა ხმა ამ შემთხვევაში ფსევდო ხელისუფლებას, ხო? და რეალურად გამორიცხულია და შეუძლებელია იმ შედეგის დადგომა, აი თუნდაც იმ სოლიდარობის ფონზე, რასაც ჩვენ გზად გვხვდება და ჩვენს მიმართ აქვს ხალხის სოლიდარობა, ხო? და კიდევ ერთ რა თქმა უნდა დარწმუნებული ვიყავით და ეს უკვე ქვეყნის შიგნითაც და საგარეო დონეზეც ეს არჩევნები არ იქნა აღიარებული და კიდევ ერთხელ დავარწმუნდით იმაში, რომ არჩევნებთან არაფერს უკავშირდება და რასაც 26 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა აიჰან ჰასანს უსმენთ თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში. აიჰან ჰასანლი არის აქტივისტი, რომელიც უკვე დღეს მეორე დღეა ფეხით დადის დმანისიდან ბოლნისამდე, დღეს უკვე ბოლნისიდან მარნეულამდე შემოერთდა ფეხით მსვლელობას და მარშს, რომელიც იმართება დმანისიდან. აიღო სტარტი 100 კილომეტრიანი მარში ასია მოხსენიებული და ამ ფეხით მსვლელობის ფარგლებში ეს ადამიანები სწორედ 100 კილომეტრს გაივლიან ფეხით. ახლა მიდიან მარნეულის მუნიციპალიტეტში, მარნეულში არიან უკვე, კერძოდ ყიზილაჯლოში და გადაინაცვლებენ
მარნეულის მერიისაკენ. გამარჯობა, ელენე, რადიო მარნეულის პირდაპირ ეთერში ხართ. რომ გითხრათ თქვენი განწყობის შესახებ, როგორია განწყობა, мотиваცია, დღეს უკვე მეორე დღეა, რაც ფეხით დადიხართ და მართავთ დმანისიდან ბოლნისამდე და დღეს უკვე ბოლნისიდან მარნეულამდე. ძალიან კარგი განწყობით ვარ. ცოტა დავიღალეთ, მაგრამ არა უშავს. ხვალისთვის უფრო მეტი ენერგიებით ვიქნებით. ძალიან კარგი და სასიამოვნო მარში გამოვიდა. როგორი განწყობებია ქუჩაში, როდესაც ადამიანები ხვდებიან, თქვენ ძალიან ბევრი სოფელი გამოიარეთ, როგორც მანიში, ასევე ბოლნისში, დღეს უკვე მარნეულში და განწყობები როგორია, ელენე? დადებითი განწყობა არის, ზოგი ადამიანი გვეხმაურება, ხელს გვიქნევს, გვისმენენ. აზერბაიჯანულადაც ხვირი ვართ, რომ მათთვისაც გასაგონი იყოს, ოქტავი მათ ესაუბრება. არანაირი წინააღმდეგობა არ წამოსულა ადამიანებისგან, ძირითადად დადებითი იყო. წყლითაც შეგვეგება ნაწილი, ამიტომაც ძალიან კარგი გამოვიდა. ჩაითაც გაგიმასპინძლენ. ძალიან დიდი მადლობა ელენე. ელენე საუბრობდა ახლა პირდაპირ ეთერში. ელენე გულში მთელ დღის განმავლობაში მეგაფონით გადაადგილდებოდა. აუცელებდნენ სხვადასხვა მესიჯებს სოფლებში, მანისიდან, ასევე ბოლნისიდან, უკვე დღეს მარნეულში. გამარჯობა, რადიო მარნეულის პირდაპირ ეთერში იმყოფებით, რომ გითხრათ თქვენი მიზანი, განწყობა როგორია პირველ რიგში, დღეს უკვე მეორე დღეა, როდესაც უკვე ბოლნისიდან მოდიხართ, მარნეულში ხართ უკვე და მთავარი მიზანი რომ გითხრათ. მთავარი მიზანი არის ჩემი სამშობლოს გათავისუფლება რუსებისგან. ვებრძვით რუსულ ხელისუფლებას, დეკლარირებულად რუსულ ხელისუფლებას უკვე. აღარაფერი აღარ არის გამოსაცნობი, ცხადად ვიცით ყველა გვყავს რუსული ხელისუფლება. ეს მარშიც არის ყველა იმ საპროტესტო გამოძახილი, რაც არის რუსთაველზე. მარნეულში შემოვედით, შევდივართ ცენტრში. მეორე დღეა რაც გზაში ვართ, გამოვიარეთ დმანისიდან ბოლნისამდე. დღეს მარნეულის ცენტრში შემოვალთ ახლა, სადაც მერიასთან საპროტესტო აუდიტორია ჩაატარებს ლექციას, წავიკითხავთ მანიფესტს და მერე დავიძრებით თბილისისკენ. ჯერ არ ვიცით, სად გავჩერდებით, სადაც შევძლებთ, იქ გავჩერდებით, მოკლედ სადამდე შევძლებთ, იქამდე მივალთ. და დაგეგმილია ხვალ უკვე შევერთდეთ თბილისში. დიახ, და დაგეგმილი გვაქვს ხვალ საღამოს 8 საათამდე შევალთ ალბათ რუსთაველზე, როგორც დაგეგმილი გვაქვს და ისეთი мотиваცია გვაქვს ამ ყველაფრისთვის, რომ გვეხუმრებიან მეგობრები, თქვენ ალბათ თბილისს გაცდებითო. ასე რომ კარგად მიდის ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა. მე თქვენს მედით ხა პირდაპირ ეთერში კომენტარს სამწუხაროდ ძალიან ვიწრო ადგილია, სადაც აი ახლა გამოვდივართ, ვეცდები შედარებით უფრო ფართო ხედით დაგანახოთ მიმდინარე სიტუაცია. ცოტა წინ წავალ. მეგობრებო, ხიდის ბოლოში გავჩერდეთ და შევიკრათ ჯგუფი, всё, მორჩა. ჯგუფის გაერთიანებას ველოდებიან, იმიტომ რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი არის წინ, გარკვეული ნაწილი შედარებით უკან არის და ერთად ველოდებიან შემოერთებას, რომ ერთიანად გადაინაცვლონ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისაკენ, ასე აქვს დაგეგმილი. ვინც ახლა შემოვერთდით Facebook Live-ს, გეტყვით, რომ ეს ადამიანები, აქტივისტთა ჯგუფი გუშინ დმანისიდან მოდიოდა ფეხით ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბოლნისიდან კი დღეს უკვე მარნეულისაკენ აიღეს სტარტი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან აპირებენ ლექციის გამართვას. აქცია არის მშვიდობიანი, როგორც ასევე ცნობილი აპირებენ მანიფესტის წაკითხვას, რის შემდეგაც ხვალ უკვე გადაინაცვლებენ თბილისის მიმართულებით 100 კილომეტრიანი მარშია ჯამში დაგეგმილი, რომელიც უკვე როგორც აღნიშნე მანისიდან დაიწყო. ამ ადამიანებს უკვე გამოვლილი აქვთ საკმაოდ დიდი კილომეტრი, გამოიარეს
რამდენიმე სოფელი, როგორც დმანისში, ასევე ბოლნის მუნიციპალიტეტში, როგორც თავად მითხრეს კომენტარებში აქტივისტებმა. განწყობები იყო საკმაოდ დადებითი. მოსახლეობა მათ ხდებოდათ აი მანქანების გავლის დროს სიგნალებით, რაც ერთგვარად მათთვის იყო აღქმა მხარდაჭერის და აი ახლა ეს ადამიანები შეუძლებელად მიემართებიან მარნეულის მერიისაკენ. ახლა აპირებენ რომ ერთ ადგილას შეიკრიბოს ჯგუფი, ვინაიდან როგორც უკვე ლაივში აღნიშნე, აქტივისტთა გარკვეული ჯგუფი შედარებით წინ არის, გარკვეული ნაწილი უკან და აპირებენ რომ ერთად შეიკრიბონ, რის შემდეგაც ერთიანად გადაადგილდებიან უკვე მარნეულის მერიისაკენ. თითქმის მოუახლოვდნენ ეს ადამიანები მარნეულის ცენტრს, დღეს უკვე ბოლნისიდან მოდიან, მეორე დღე არის ფეხით ლოლობის და მე თქვენ პირდაპირ ეთერის მეშვეობით მოგასმენთ მათი კომენტარები, მათი განწყობები და ვეცდები კადრშიც დაგანახოთ ეს ადამიანებიც უბრალოდ რაღაც ერთიანი ჩვენება საკმაოდ ახლა ჭირს, ვინაიდან გარკვეული ნაწილი არის წინ. მე ახლა აღნიშნულ Facebook Live-ს გამორთავ და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დმანისიდან მოდის ეს მარში, რომელიც გარკვეული ნაწილი უკან არიან, როგორც უკვე აღნიშნე, დმანისიდან ბოლნისში გაჩერდნენ გუშინ, ბოლნისიდან კი დღეს ფეხით მსვლელობა გააგრძელეს მარნეულის მუნიციპალიტეტში. მარნეულიდან კი ხვალ უკვე იგეგმება თბილისში წასვლა, სადაც ეს ადამიანები შეუერთდებიან თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას, რომელიც უკვე 100 დღეზე მეტია იმართება. ახლა კი გავთიშავ ლაივს და მოვლენების შესაბამისად განვაახლებთ ინფორმაციებს.